მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორს დომინიკ სტრაუს-კანს შეხვდა. მათ საქართველოში განხორციელებული რეფორმებსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროექტებზეც ისაუბრეს. პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ სოფლის მეურნეობა და ტურიზმი ქვეყნისათვის პრიორიტეტული სფეროებია. დომინიკ სტრაუს-კანი ფრანგი ეკონომისტი და პოლიტიკოსია, მას პრესა საფრანგეთის პრეზიდენტობასაც უწინასწარმეტყველებს. 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მას მონაწილეობასა და გამარჯვების შანსებზე სტატია New York Times მას გამოაქვეყნა. ეს იყო ძალიან კარგი შეხვედრა. პრეზიდენტმა ბოლო 2 წლის განმავლობაში საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიღწეული ყველა წარმატება განმარტა. ფინანსურმა კრიზისმა ისე არ დააზიანა საქართველო, როგორც სხვა ქვეყნები. საერთაშორისო სავალუტო ფონდს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს საქართველოს მიმართ. თუ საქართველოს სურს კონდეს წარმატებული პროგრამა, ფონდი მზად არის დაეხმაროს მას. პრეზიდენტმა განიხილა ეკონომიკური რეფორმები, მათ შორის სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მიმართულებით. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჰკითხა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორს, როგორია მისი შეხედულება მსოფლიოში ფასების ზრდასთან დაკავშირებით. ვინაიდან ხალხი შეწუხებულია, რომ ფასები იზრდება საკვებ პროდუქტებზეც. ჩვენ სწორედ ეს საკითხები განვიხილეთ.